კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც ერთდროულად თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, გახსნილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი საქმე. დააკავეს 75 ადამიანი, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვას და გაყიდვას ედავებიან. საქმეში ფიგურირებს ფსიქოტროპული ნივთიერებებიც. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ, რეალიზაცია კი სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ადგილზე ხდებოდა. პროკურატურამ 75 ვეპიროს ბრალი დღის ბოლოს წაუყენა. გამოძიებას ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარდა, 75 პირი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობას საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზებას ედავება. ნაწილს კი შეძენა შენახვასა და აკრძალული ნივთიერების რეალიზებაში ხელშეწყობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულ პირთა ნარკოდანაშაულში ჩართულობა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით ამყარებს. უწყების ინფორმაციით ჩატარდა ბრალდებულთა პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაც. შედეგად ამოღებულია როგორც აკრძალული ნივთიერებები, ასევე სხვადასხვა მტკიცებულებები. დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების შრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მისდებული ადგილებიდან მივტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა PVP, MDMA, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა და მარიხუანა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულ 75 პირს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. დაკავებულთა უმეტესობა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იღენებს. რაც შეეხება იმ ბრალდებულებს, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, უფლებადამცველთა განმარტებით ვიდეო მასალაში უკანონო ქმედება არ ჩანს. ამ ეტაპზე დავება ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციაზე წარდგენილ ბრალდებებში თავდამაშავედ არჩევს. რამოდენიმე ფარული ჩანაწერია, მაგრამ ფარულ ჩანაწერში საერთოდ არ ფიგურირებს რეალიზაციის ფაქტი. უბრალოდ ორი ადამიანის საუბარია პირად საყოფო ცხოვრება საკითხებზე. დაცვის მყოფი ამბობს, რომ მისი მხრიდან რეალიზაციის ფაქტს არ ქონია ადგილი. ამ მომენტისათვის ჩემი დაცვის მყოფი პირი იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებას. დუმილის უფლებას. რეალურად საქმის მასალებში არის ორი ვიდეო ჩანაწერი, მოწმეთა ჩვენებები, თუმცა კი ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არის დადგინდეს პირის დამნაშავეობის საკითხი. დაკავებულების ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და რეალიზაციის, ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. დაკავებულ პირებს გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ედავება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.